გამარჯობა, მე ვარ დუდუ მასხი. დღეს 1 თებერვალია. ანტონ მარტყოფელის ხსენების დღე. ამიტომაც მე და ჩემი ოჯახი მარტყოფის მონასტერში წავედით. ანტონ მარტყოფელი ერთ-ერთი ასურელი მამათაგანია. საქართველოში შემოვიდა მე-6 საუკუნეში და დაარსა მონასტერი. მამა ანტონი მარტო ცხოვრობდა და სახელიც აქედან წარმოიშვა. მარტომყოფი ანუ მარტყოფი. მარტყოფის მამათა მონასტერი გარდაბანში მდებარეობს. მტრების შემოსევის დროს მონასტერი არაერთხელ დაინგრა. დაიკარგა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა ქალაქ ედესიდან ჩამოიტანა. სწორად მას უკავშირდება მონასტრის სახელწოდება ღვთაების მონასტერი. 1934 წელს მონასტერი დაიხურა. სამონასტრო ცხოვრება განახლდა 1989 წელს. მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოს, საბერეებსა და სხვა ნაგებობას მოიცავს. აქვე აღმართულია მამა ანტონის სვეტი. გადამოცემის თანახმად, სადაც ბოლო 15 წელი ლოცვაში გაატარა. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარია. ნაგებობის ძირში შემორჩენილია საძვალე. აქვე არის ანტონ მარტყოფელის საფლავიც. მარტყოფის მონასტერში არსებობდა სკოლა. მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირილ მეორე, რომელიც 1918 წელს თავის სანაკში მოკლეს. მონასტრიდან საოცარი ხედები იშლება. აქედან გარე კახეთის ლამაზი ბუნება ჩანს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამეწერეთ ლაიქები. მიყვარხართ!